მათი უსასტიკესი კაცჭამია ცხოველი ისტორიაში. ცხოველები ველური არსებები არიან, რის გამოც ისინი აზროვნებაზე ხშირად თავიანთ ინსტინქტებს ეყრდნობიან. დაცებლის ინსტინქტი ყოველთვის მსხვერპლის მონადირებაა. მსხვერპლი ძირითადად სხვა ცხოველია ხოლმე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მსხვერპლის ადგილას ადამიანი აღმოჩენილა. ცხოველების დიდი ნაწილი ძირითად შემთხვევაში ადამიანს არ ერჩის. ამის მიუხედავად არსებობენ ცხოველები, რომლებსაც ჩვენი ინტელექტის ნამდვილად არ ეშინიათ. მეტიც ისტორიას ახსოვს ისეთი ინდივიდუალური ცხოველები, რომლებსაც ადამიანების მოკვლა მოსწონდათ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მსგავს სახეობებზე და ინდივიდუალურ ცხოველებზე. ტურები. ტურა ყველაზე დიდი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის მაინც სათანადოდ უნდა შევაფასოთ. ამ ცხოველებს ადამიანზე თავდასხმის ისტორია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ საშუალო ტურა იწონის 9-დან 16 კილოგრამამდე, რის გამოც მარტო საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ ტურები ცხოვრობენ ძალიან კოორდინებულ ხროვებად. სწორედ ამის გამო არიან ძალიან საშიშები. ტურების ხროვა ადამიანზე ნადირობას არ ერიდება იმ შემთხვევაში, თუ საკვები აკლდება. ეს განსაკუთრებით ხშირია აფრიკაში, ინდოეთში და ბანგლადეშში, ანუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. მსგავსი შემთხვევა 2019 წელს ინდოეთში დაფიქსირდა. დასახლებაში, რომელსაც ფარაკას ეძახიან, 9 წლის ბავშვი ტურებმა დაგლიჯეს. ამ საშინელ ფაქტს ბიჭის მეზობელი შეესწრო. მისი გადმოცემით, როცა შემთხვევის ადგილას აღმოჩნდა, ბიჭი უკვე ნახევრად შეჭმული იყო და ტურები მას სადღაც მიათრევდნენ. ეს ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა. მურა დათვები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დათვები ადამიანებს არცზე ხშირად ესხმიან თავს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, თუ ლაშქრობაზე წასული ადამიანი ტყეში დათვს გადაეღრება. ან დედა დათვი თავის ბელებს ადამიანებისგან იცავს. მოკლედ და კონკრეტულად, დათვების სახეობებიდან ადამიანებს ყველაზე ხშირად მურა დათვი ესხმის თავს. ამ მხრივ გამოირჩევიან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები დათვები. არის დაფიქსირებული შემთხვევები, როცა დათვი მოლაშქრე ადამიანებზე, როგორც მცხოვრებელზე, ისე ნადირობდა. დიდი ალბათობით ამ პერიოდში დათვს საჭმელი ძალიან აკლდა. და სწორედ ამიტომ განისრახა ადამიანის მონადირება. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ დათვს თქვენს მიმართ რაიმე სოლიდარობა გააჩნია. მეცას ვიტყვი, ზოგიერთი მურა დათვი დაბერების შემდეგ ადამიანებზე უფრო მეტად იწევს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მსხვერპლზე. ახლა კი განვიხილოთ შემთხვევები. 2008 წელს გეოლოგები ექსპერიმენტს ატარებდნენ ურაგულის ფერმაში. გადროსაც მათ მურა დათვები მიივარდნენ და ყველა შეჭამეს. მეორე შემთხვევაში ამერიკელი კაცისთვის ლაშქრობა ძალიან ცუდად დასრულდა. მონტანას შტატის ტყეების გამოკვლევისას მას მურა დათვი დაესხა თავს. დათვა ის მოკლა და ნახევრად შეჭამა. მოგვიანებით ზემოთნახსენები კაცის ნარჩენები იპოვეს ვაიომინგში. ანუ სავარაუდოდ გრიშლის დათვა ამ კაცის ცხედარი გადაათრია სხვა შტატში და დიდი ალბათობით გზაში ჭამდა. მოკლედ დათვების თავდასხმა ხშირი არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ხალხი არ ხვდება დათვების ტერიტორიაზე ხშირად. და თუ ადამიანი დათვამ პირისპირ აღმოჩნდება, მერე ძნელია გადარჩენა. გვირგვინიანი არწივი. ამ სიაში ალბათ ფრინველის გარდა ყველაფერს ელოდით. მით უმეტეს არ ელოდით ისეთ ფრინველს, რომელიც ადამიანზე ზომით პატარაა. აფრიკელი გვირგვინიანი არწივი ჩიტისთვის პატარა ნამდვილად არაა. ის 3-დან 4,5 კილომდე მერყეობს, რაც როგორც ვახსენებ, ფრინველის პირობაზე საკმაოდ დიდია. არავის არ გაუკვირდებოდა ეს ჩიტი რეპტილიებზე, პატარა ძუძუმწოვრებზე და მსგავს ცხოველებზე რო ნადირობდეს. მაგრამ მათთვის ადამიანზე გაწევა წარმოუდგენელი ჩანს. თვითმხილველების თქმით, ეს არწივი ხშირად ესხმის ადამიანებს, კონკრეტულად პატარა ბავშვებს, რადგან მათი აწევა და წაყვანა შეუძლია. თავდასხმით დაფიქსირებული შემთხვევა საკმაოდ ბევრი გვაქვს. ამასთანავე გვირგვინიანი არწივების ბუდეებში არის ნაპოვნი ადამიანის ჩონჩხები. ალბათ ფოტოებიდან გამომდინარე მიხვდით რა და როგორ ხდება. სწორედ ამ ყველაფრის გამო აფრიკელი გვირგვინიანი არწივი ერთადერთი კაცჭამია ფრინველია სამყაროში. ლომები. სიტყვა კაცჭამიას გაგონებაზე უმეტესობას თვალწინ ლომი უდგება. ლომი არის აფრიკული სავანის მეფე და ძალიან ძლიერი დიდი კატა. მისი დიეტა ძირითადად ჩლიქოსანი ცხოველებისაგან შედგება, თუმცა ყოველთვის ასე არაა. ზოგჯერ ლომები აფრიკულ სოფლებში ღამით ჩუმად შედიან და რა თქმა უნდა ადამიანების მონადირებას ცდილობენ. ამას ხშირ შემთხვევაში ან ავადმყოფი ან მოხუცი ლომები აკეთებენ, რადგან ისინი ზებრებსა და ანტილოპებს ვერ იჭერენ. სხვადასხვა ერთხელ ასეთმა ლომებმა ბუნების დამცველების როლით შეითავსეს. მაგალითად, ისინი 2016 წელს ბრაკონიერებს დაესხნენ თავს და უკლებრივ ყველა შეჭამეს. სავარაუდოდ ეს ბრაკონიერები მარტო რქების მოსაკლავად და მათი რქების გასაყიდად იყვნენ მოსულები. ამის გარდა კაცჭამია ლომებზე არის კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული ისტორია და მას ცაოს კაცჭამია ლომების სახელით მოიხსენიებენ. მოკლედ 1898 წელი ბრიტანეთის იმპერიამ გადაწყვიტა, რომ კენიაში აეშენებინა რკინიგზა. დღევანდელი კენია მაშინ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანელებს ლიანდაგები მალე ჭირდებოდათ, რის გამო მშენებლობაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, სანამ მშენებლობაზე ორი უცნაური შესახედაობის ლომი არ გამოჩნდა. ამ ლომებს ფაფარი არ ჰქონდათ, მაგრამ ზულომებისთვის ზედმეტად დიდები იყვნენ. რეალურად ეს ორი ძმა ლომი ხვადი იყო და მათ უბრალოდ გენეტიკური მუტაციის შედეგად ფაფარი არ ეძებოდათ. მსგავსი რამ ლომებში ხშირი არ არის, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე. მოკლედ რო ვთქვათ, ეს ორი ლომი იქაური მუშების კოშმარი გახდა. ისინი დღე და ღამე ატერორებდნენ მშენებლობას და მთელი ამ დროის განმავლობაში ხალხს ჭამდნენ.
საბოლოო ჯამში მათმა ასეთმა თარეშმა 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის გამო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტახნით პროექტი გადადო, იქამდე სანამ ლომებს არ შეაჩერებდნენ. საბოლოოდ ორივე ლომი მოკლეს და მათი ფიტულები დღეს ჩიკაგოს მუზეუმშია. ლეოპარდი. ლეოპარდი იგივე ჯიქი არის დიდი კატა, რომელსაც აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე შეხვდებით. ზომიდან და ფაქტორებიდან გამომდინარე, ჯიქები თავიანთ ჰაბიტატში პირველი მტაცებლები არ არიან ხოლმე. ლეოპარდები სიგრძეში 0.9-დან 1.7 მეტრამდე იზრდებიან და ჩვეულებრივ 27-დან 63 კილომდე მერყეობენ. ლეოპარდი შეიძლება ლომივი ძლიერი არ არის, მაგრამ მასზე არანაკლები კაცჭამია ცხოველია და ლეოპარდის კაცჭამიობას ექსპერტების აზრით ერთი მიზეზი აქვს. მოკლედ, ზოგიერთ კულტურებში ადამიანებს არ მარხავენ, მათ სიკვდილის შემდეგ წვავენ და ფერფლად აქცევენ. ამის მიუხედავად ზოგი ღარიბი დასახელება მაგას ვერ ახერხებს და შეიძლება უბრალოდ ადამიანის ცხედარი გაერთ ტყეში დატოვონ. ძირითადად ინდოეთის სოფლებზე მაქვს საუბარი. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ლეოპარდები ამ ცხედრებს ჭამენ და ადამიანზე იგეშებიან. ერთხელ თუ გასინჯეს ადამიანის გემო, მერე უკვე ძალიან საშიშები ხდებიან. ასეთი ლეოპარდები ბევრნი არიან. ისინი ხალხს სახლშიც უვარდებიან და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებშიც არის შემთხვევა, რომ შევარდნილან. ამ კაცჭამიებში გამოირჩევა ერთი ლეოპარდი. უიფიქრეთ, რომ ლომების მოკლული 130 კაცი ძალიან ბევრი იყო, მაშინ ცდებოდით. ეგრეთ წოდებულმა რუდარა ბრაიანგის ლეოპარდმა, რომელიც ინდოეთში ცხოვრობდა, დაახლოებით 200 კაცი შეიწირა. ერთი პერიოდი ეს იმხელა პრობლემა იყო, რომ მის მოსაკლავად ბრიტანელი ჯარისკაცები გაუშვეს. ჯარისკაცებმა ლეოპარდის დაჭერა და მოკლაც სცადეს და მისი მოწამვლაც. მაგრამ არაფერმა არ იმუშავა, იქამდე სანამ საქმეში ცნობილი მონდირი და მწერალი ჯიმ კორბეტი არ ჩაერთო. კორბეტმა უამრავი სირთულის მიუხედავად მოახერხა ლეოპარდის მოკლა და ამაზე წიგნის დაწერა. პითონი. პითონებზე როცა ვსაუბრობთ, ყოველთვის ერთი ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავე დროს შემაძუნებელი ისტორია მახსენდება. მოკლედ, ეს ისტორია არის ადამიანზე, რომელსაც სახლში ჩვეულებრივ კორპუსში ყავდა პითონი. მეზობლებთან ალბათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მოკლედ, ამ ქალბატონის სახლში ერთხელ სტუმრად მივიდა ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაც ცოდნა გააჩნდა პითონების შესახებ. მოკლედ, ამ ქალმა თავის სტუმარს სიამაყით უთხრა, რომ თავის პითონს ის ისე უყვარდა, რომ მას ხშირად ეხვეოდა. სინამდვილეში ეს სიყვარულის გამოხატვის ფორმა ნამდვილად არ ყოფილა. პითონი უბრალოდ თავის პატრონს ზომავდა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეეჭამა. მოკლედ, ეს არაა გახმაურებული ისტორია გადმოცემით ვიცი და, ცუდად დამთავრდა. პითონებზე ამის გარდა უამრავი ისტორია არსებობს. მათ საკმაოდ ბევრი ადამიანი ყავთ შეჭმული. მოდით თვალი გადავალოთ ბოლოდროინდელ შემთხვევებს. 2017 წელს ინდონეზიაში 7 მეტრიანი პითონის მუცელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 2018 წელს ქალს პითონი თავისივე ეზოში მიეპარა, შემოეხვია და მოგუდა. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2024 წელს, როცა 45 წლის ინდონეზიელი კაცი დაიგარგა და შემდეგ პითონის მუცელში იპოვეს. პითონებს ადამიანების შეჭმა ზოოპარკებშიც უცდიათ. მარილიანი წყლის ნიანგი. ამ სიას ნიანგების გარეშე ვერ შევადგენდი. მარილიანი წყლის ნიანგი ძალიან სასტიკი და ძლიერი ცხოველია. ბოლოს და ბოლოს ის მსოფლიოში უდიდესი რეპტილია. ნიანგი იმდენად აგრესიულია, რომ ახლოს თუ ადამიანს დაინახავს, აუცილებლად დაესხმევა თავს. მარილიანი წყლის ნიანგები სიგრძეში 6 მეტრამდე იზრდებიან, ხანდახან მეცსაც აღწევენ. მათი ზონა ძირითადად 907-დან 1088 კილოგრამამდე მერყეობს. მარილიანი წყლის ნიანგს 3700 PSI-მდე ყბის ძალა აქვს. ამის მიუხედავად ნიანგებს ნაკლებად განვითარებული აქვთ ის კუნთები, რომლებიც ყბის გახსნაზე არიან პასუხისმგებლები. ეგ იმას ნიშნავს, რომ ნიანგი პირს ძალიან ძლიერად ხურავს, მაგრამ გაღება უჭირს. მარილიანი წყლის ნიანგები სამხრეთ აზიაში ცხოვრობენ და თითოეულ წელს დაახლოებით 1000 ადამიანს ჭამენ. ზვიგენი. ჩვენ სიაში ოკეანის კიდევ ერთი ბინადარი ზვიგენი მოხვდა. ბოლო რამოდენიმე წელიწადში ზვიგენების ადამიანზე თავდასხმის რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად ზვიგენები ადამიანს მსხვერპლად არ აღიქვამენ და მათი თავდასხმა იმაზე უფრო იშვიათია, ვიდრე ეს თქვენ გონიათ. ზვიგენის შიშების უმეტესობას ადამიანზე ძალიან ცოტა თავდასხმა აქვს დაფიქსირებული. ამის მიუხედავად ზვიგენის კონკრეტული 4 ჯიში ყველაზე მეტ ადამიანს კლავს. ესენი არიან თეთრცხვირა, დიდი თეთრი, ხარისებრი და ვეფხვისებრი ზვიგენები. ამ 4 ზვიგენს იმაზე მეტი ადამიანი ყავთ შეჭმული, ვიდრე დანარჩენ 564 სახეობას ერთად. ზვიგენებზე საუბარს ვერ დავამთავრებთ, რაიმე ისტორია რო არ მოყვეთ. ეს ამბავი უკავშირდება გემის სახელად USS ინდიანაპოლის ჩაძირვას. ეს შეერთებული შტატების ფლოტის გემი იყო, შესაბამისად გემბანზე ბევრი ადამიანი იყო ჩაძირვისას. გემის ჩაძირვის შემდეგ ადგილზე რამოდენიმე ზვიგენი მოვიდა და მათ დაახლოებით 150 ადამიანი შეჯამეს. ვეფხვი. ვეფხვი კატებს შორის პირველი მხოლოდ სიდიდით არაა. ვეფხვებს კატებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ყავთ მოკლული. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ვეფხვები ინდოეთში წელიწადში 1000 ადამიანს კლავდნენ. რამაც შემდგომში მათზე გაუჩერებელი ნადირობა გამოიწვია. ვეფხვს ადამიანების სოფლებში შესვლა არ ჩვია, ის ამისთვის ზედმეტად ჭკვიანი და ზედმეტად თხილია. მაგრამ ინდოეთში იმდენად მჭიდრო დასახლება არ, თვითონ ადამიანები მიდიან ვეფხვთან.
კაციჭამიობაში შეგვიძლია გამოვარჩიოთ ერთი კონკრეტული ბენგალური ძუ ვეფხვი. ამ ვეფხვმა სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაახლოებით 436 ადამიანი შეიწირა. ეს ვეფხვი ცხოველის პირობაზე განსაკუთრებით ჭკვიანი იყო. ის ძალიან დიდი და ძლიერი არ ყოფილა, მაგრამ საერთოდ ვერავინ ვერ იჭერდა. ვის შეეძლო ამ ვეფხვთან გამკლავება თუ არა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ჯიმ კორბეტს. კორბეტმა ის ცხოველის მოინადრია და ამაზეც წიგნი დაწერა. ბრიტანელი მონადირე ეგრეთ წოდებულ ჩამპავადის ვეფხვს 9 თვე მისდევდა. ნადირობის დროს ვეფხვი რამოდენიმეჯერ დაიჭრა და სხვადასხვა ერთხელ შურის საძიებლადაც მობრუნდა. მოკლედ თუ სურვილი გექნება, დამიწერეთ კომენტარებში და ამ ნადირობებზე უფრო სრულად ვისაუბრებ სხვა ვიდეოში. ნილოსის ნიანგი. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კაციჭამია ნამდვილად ნილოსის ნიანგია. ნილოსის ნიანგი სხვა ნიანგების მსგავსად გამოირჩევა ჯავშანით და აგრესიით. ის მარილიანი წყლის ნიანგის ხელა არ არის, მაგრამ არც ბევრი არაკლია. ის სიგრძეში 4-დან 4,5 მეტრამდე იზრდება და სტანდარტულად 400-დან 600 კილოგრამამდე იწონის. შეიძლება ნილოსის ნიანგი თავის მარილიან წყალში მცხოვრებ ნათესაუზე დიდი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ყვითელა უფრო მეტი აქვს. მისი კმენის ძალა დაახლოებით 5000 PSI-ია. სამწუხაროდ ნიანგის კმენა ბევრ ადამიანს გამოუცდია. ცხოველებს შორის სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ადამიანებს ნილოსის ნიანგი ჭამს. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ის ცხოვრობს სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც შედარებით განუვითარებელი დასახლებებია და ხალხი მისგან თავს ვერ იცავს. მოკლედ ნილოსის ნიანგები ზოგადადაც მომაკვდინებელი არიან, მაგრამ მათ შორის ერთი მაინც გამოირჩევა. ამ ინდივიდუალურ ნიანგს ხალხმა გუსტავი შეარქვა. გუსტავი აფრიკის კონტინენტზე, კონკრეტულად ბურუნდიში ცხოვრობდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ცხოველია ისტორიაში. მითების მიხედვით მას 200-დან 300 კაცამდე ყავს შეჯმული. ზოგი იძახის, რომ ეს ციფრი გაზრიადებულია, მაგრამ სინამდვილეში არავინ არ იცის. ბურუნდიში არის ერთ-ერთი დასახლება, რომლის მაცხოვრებელსაც გუსტავის შესახებ რო კითხავთ, ან თვითონ ეყოლებათ ნანახი, ან რომელიმე მათი ნათესავი ან მეგობარი ეყოლება გუსტავს შეჯმული მოკლედ. გუსტავის მოსაკლავად ძალიან ბევრი ადამიანი გაუშვეს. ნიანგს მახეების დაუგეს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაიჭირეს. 2019 წელს აფრიკაში მოგზაურობის ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც გუსტავი მკვდარი იყო, მაგრამ სტატიაში დეტალების სიმცირის გამო ბევრი ფიქრობს, რომ ეს ლეგენდარული ნიანგი დღესაც ცოცხალია. მოკლედ ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. თუ მოგიწონათ ის თხოვთ რომ დაალაიქო და გამოიწეროთ არხი, ასევე ეს კონტენტი ახალია ჩემ არხზე, ამიტომ თხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ მის შესახებ. ამ ყველაფრით არხს განვითარებაში ძალიან დაეხმარები და მის დიდ მოტივაციას მომცემ. მაგალითად ეს ვიდეო იყო რამოდენიმე გაუნწერის მოთხოვნის შერწყმა და ამიტომ თქვენს თუ რამე იდეა გაქვთ ან რამე გინდათ რომ გადავიღო, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. მომავალ შეხვედრამდე.